დაიბადა 1929 წლის 18 მარტს. ბავშვობიდანვე იყო სპორტული აღნაგობის და იტაცებდა ფეხბურთი. თუმცა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და ამ სპორტისთვის თავის დანებება მოუწია. ის სწავლობდა 37 ვაჟთა სკოლაში და სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ფილოლოგიის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ვერ დაამთავრა იმის გამო, რომ ჰქონდა გაცდენები და გარიცხეს, თუმცა ხელმოეორედ ჩარიცხვის შემდეგ მოახერხა მისი დამთავრება, რის შემდეგაც გააგზავნეს გორკის სახელობის ლიტერატურის კურსებზე. მალევე იწყებს მერანში მუშაობას, გამომცემლობა მერანში 1964 წელს 74-ში კი მწერალთა კავშირში იწყებს მუშაობას. იგი 1984-86 წლებში იყო კიდევაც მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. დაწერილი აქვს 20 ბელეტრისტული პოემა, რომელიც არ გამოცემულა. მისი პირველი კრებული გამოსცეს 1954 წელს, რის შემდეგაც მან მრავალი წიგნი გამოსცა და ქართველი მკითხველის სიყვარულიც დაიმსახურა. ქართველი მკითხველის სიყვარულის მიღმა მას აქვს დამსახურებული უამრავი ლიტერატურული რეგალია, რომელთა შორის არის პრემიები გალაქტიონისა და შოთა რუსთაველის. იგი გარდაიცვალა 1999 წელს და დაკრძალული არის აქ ამ ადგილას, დიდუბის პანთეონში, სადაც განისვენებს. სანამ შემდეგ პოეტზე გადავიდოდეთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი TikTok არხი, დაალაიქეთ და დაარეპოსტეთ ვიდეო და რა თქმა უნდა გახსოვდეთ, პოეზია უპირველეს ყოვლისა.